დღეს აღმაშენებლის გამზირიდან ვიდრე სამსახურამდე დელისის მეტრომდე და ჩემი სამსახურიდან ჩემს სახლამდე დაახლოებით 400 მეტრია. შესაბამისად სახლამდე, დელისამდე მოკლედ. მე ვიმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსით, არ მახსოვს რა ნომრით. გულახდილად გეტყვი თუ არ ვწდები 300-ით, თუ არ ვწდები, შესაძლოა. მოკლედ ძალიან კომფორტულად ვიმგზავრე მერქი ამის თქმა მინდა, თუმცა ცხადია კალაძეს არ ვაქებ. არასრულ 9 საათში ეს ავტობუსი აღმაშენებლის გამზირიდან რო დაიძრა, მართლაც არასრულ 3 საათში, კერა 9 საათში იყო დელისის მეტროსთან. ავტომობილით რომ მემგზავრა, არ ვიცი, ალბათ 45 წუთი მაინც მოუნდებოდი, გადატვირთულია საკმაოდ ქალაქი, ვიცით ჩვენ. მთელი ამ გზავრობის მანძილზე, განმავლობაში მანძილზე უფრო. ხო, ტელეფონში მქონდა თავი ჩარგული, რაღაცას ვკრებდი და რაღაცას ვკითხულობდი პარალელურად მეთქი ასე ვიტყვი. ორი ნაცნობით შემხვდა, მათაც გამოველაპარაკე. ცოტა მაც თუ დიდი მანძილი გავიარეთ ერთად. ვიჯექის კამზე და აქ გითხარით რომ ესე ვკრებდი, წერდი ახლობელ წერილს და ეს რო დავამთავრე, მე რაღაცებს სკროლავ, ნახულობდი. ახალ ამბებს. ამასობაში წინ დამიჯდა ქალბატონი, დაახლოებით 60 წლისა. რომელმაც მიცნო, გვარი კი ვერ გაიხსენა, ჩემი ცხადი არ არის ეს პრობლემა. მითხრა და მკითხაო თქვენი სახართო ტელევიზიაში რო გადაცემა მიყავთო და უდასტურეთ ცხადია და რა აზრი სახართო და უცებ ესე ხელი გაიშვირა, მანამდე ყურადღება არ მქონდა მიქცეული ახალგაზრდებისაკენ, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან იდგნენ და საკმაოდ ხმაურობდნენ. მეც გავიხედე და დაახლოებით ესე 5-6 შესაძლოა 7 კალვაჟი იდგა ახალგაზრდები, რომლებიც საკმაოდ ხმაურობდნენ და რამდენადაც მივხვდი იყვნენ სხვა ქვეყნიდან, მაგრამ ირანელები. რამდენადაც მივხვდი, შესაძლოა ვწდები. ისინი ხმაურობდნენ, მეთქი მესამედ ვამბობ. რა ვიცი მეთქი, ახალგაზრდები არიან მეთქი და არაო, გადაგჭამესო. საშინელი მდგომარეობაა. ეს ქალბატონი არ არის პირველი და არ არის ბოლო, ვინც ამას ამბობს, ბოლო ხანებია განსაკუთრებით ხშირად და ინტენსიურად მესმის ეს პრეტენზიები იმ მოქალაქეების, კი არა ხო, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დროებით არიან ჩამოსულები ჩვენს ქვეყანაში, უმრავლესობა მათგანი სხვადასხვა სწავლობს, ახალგაზრდებს გულისხმობ ყოველ შემთხვევაში. არის ალბათ გარკვეული ნაწილი, ვინც სამუშაო იშოვა აქ, ან ეძებს სამუშაოს და ცხოვრობს ჩვენს ქალაქში, ისინი თუ რაღაც ბიზნესი აქვთ, ვისაც ბიზნესი აქვს, ხადია გადასახადებს იხდიან, ვისაც ბიზნესი არ აქვს, ისინი ქირაობენ საცხოვრის, ბინებს, უხდიან მეპატრონეებს, შესაბამისად თანხებს და თანხას და ასე შემდეგ. სხვისგანაც გამიგია მეთქი, ამ ბოლო ხანებში ძალიან ხშირად მესმის ამგვარი პრეტენზიები ბჭყალებში თუ პრეტენზიები ბჭყალების გარეშე. ამ ქალმა განაგრძო საუბარი ამგვარი, რომ აიო, ეხლა ძალიან მძიმე მდგომარე, მეო ფაშისტი არა ვარო. არ ახსენებს სიტყვას ქსენოფობს, ამბობს რომ მე ფაშისტი არა ვარო, თუმცაო ჩემი ახლობლებიო ხშირადო, ნამდვილადაც მე მივხვდი მაინც საჯარო კომენტარებიც ამგვარი აქვს და მისივე ახლობლები მას საყვედურობენ კი არა, ეუბნებიან რომ ფაშისტი ხარო, ხშირადო ამას მეუბნებიან რომ მაგრამ მეო არა ვარ ფაშისტი, უბრალოდო ნახეთ რა მძიმე მდგომარეობაა და უკვე რეგიონის მასშტაბით იწყებს ირანისა და ისრაელის კონფლიქტის განხილვას, ზედაპირულად ცხადია. ოღონდ ამ კონტექსტში სწორედ, აი ახლა ესენი ხო დაიძრებიანო ეს ირანის მოქალაქეები. მე დაუდასტურე რომ მაღალი ალბათობით ირანის მოქალაქეები მაინც და მაინც საქართველოსკენ არა, მაგრამ შესაძლოა საქართველოსკენაც დაიძრებიან, რა თქმა უნდა, ბევრი ლტოლვილი იქნება ამ ქვეყნიდან, ეყოლება ამა თუ იმ ქვეყანას სწორედაც რომ ირანიდან. ხო და რა გვეშველებაა? მე ვცდილობ ავუხსნა და რას არის ახსნასაც ვცდილობ ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი. მანამდე მეორე ამბავს გავიხსენებ. ამავე ავტობუსში შემდეგიდან მოხდა, უკვე მოვუახლოვდით დელის და ერთი ასაკიანი კაცი, დაახლოებით 75 წლის, ეს ბრგე კაცი იყო.
საკმაოდ აუყვირდა ამ სტუდენტებს ქართულად, მათმა ვერაფერი ვერ გაიგეს. აუყვირდა ესეთ რამეს ეუნება დაახლოებით კი არა ზუსტად თქვენს ქვეყანაში იხმაურეთ, წაეთრიეთ ამ ქვეყნიდან, აუბედურებაა ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთად ჩამოვედით მე და ეს კაცი დელისის მეტროსთან და ამ კაცმა ჩამოვიდა თუ არა შეიგინა ბილწის სიტყვები წარმოთქვა ამ ჩვენი სტუმრების მისამართით თუ მიმართულებით და უკვე ვეღარ მოვითბინე მე უდასტურებ პატივისცემას ელენიკო ჩხენკელს, რომლის რაღაც პოსტი ინსტაგრამზე თუ არც მინახავს, მაგრამ მაინც აი რაღაცა გამოჩნდა, ელენიკო მოგესალმები, იცი შენ რატომაც მოგესალმებ. ხო, დრო ძალიან მიყვარხარ და ყველამ მიყვარს თქვენი ოჯახიდან. ხო და ამ კაცმა შეიგინა ამ ირანელების, მაღალი ალბათობით ირანელების მისამართით და ვეღარ მოვითბინე და უთხარი რომ ისიც რა მეთქი ბატონო ჩემო რუსებზე გამოთქვით ესეთი პრეტენზიები მეთქი მეც რაღაც შეუნდი ხო და მომიტრიალდა მე ეს კაცი და მითხრა რომ რუსები ამათ ჯობიანო და მე ვთხარი რუსები ამათ არ ჯობიან მეთქი რა მაგრამ ერთი ამბავი არ გქონია რასაკვირველია გავეცრალეთ ერთმანეთს მაგრამ მაინც ეხლა მე ავხსნა მინდა რაც ხდება მართლაც ასე მაგალითად აღმაშენებლის გამზირზე რომ გაივლი ბევრი კაფე თუ რაღაც ობიექტი არის თურქებისა ირანელებისა იმ ჩვენი კეთილის მოსურნე სახელმწიფოების მოქალაქეებისა, რომლებმაც აქ პატარ-პატარა ბიზნესები დაიწყეს. რატო ვამბობ, რომ კეთილის მოსურნე არის მეთქი? არც ირანია უკვე ჩვენს დროებაში ჩვენი ოკუპანტი და არც თურქეთი, რომელიც უშუალო მეზობელია ირანთან იზითო სახელმწიფო საზღვარი, საერთო საზღვარი არა გვაქვს. ეს ადრეულ საუკუნეებში იყო. მე-15-ში, მე-16-ში, მე-17-ში, მე-18-ში. მე-19-ში არა, მე-18-ში დასრულდა ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც რუსეთი შემოვიდა ყველაზე დიდი მტერი, ჩვენს ქვეყანაში სადღაა მტერი ირანი, ოდინდელი მტერი ირანი, ან ოდინდელი მტერი თურქეთი, ან ოდინდელი მტერი მონღოლეთი, ან არაბეთი, ან ასე შემდეგ. დიახ, რუსეთი გახდა სამარადჟამო და ყველაზე დიდი მტერი ჩვენი ქვეყნისა, მაგრამ ახლა პოლიტიკური წიაღსვლები კი არა მაქვს და ისტორიულ პოლიტიკურ რეალობას კი არ გადმოგცემთ, არამედ უბრალოდ გიხსნით, რომ უკვე 21 საუკუნეში მტრად მოხსენიება ქვეყნისა თურქეთს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც ერთადერთი მეზობელი სახელმწიფოა ჩვენი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას კი არა, ტერიტორიულ მთლიანობას სომხეთი და აზერბაიჯანი ცნობენ, მაგრამ ჩვენთან დემარკირებული აქვს საზღვრები, ანუ ვიცით რომელი წერტილი, რომელი გოჯი მიწა, ვისია გავლებულია ხაზი და ხელი მოწერილი აქვს მხარეებს, თურქეთია სწორედაც რომ აი რუსეთი იმ კაც რომ მოსწონს და თურქები თუ არაბები თუ ირანელები რუსებზე უარესებად რომ მიაჩნია ხო რუსეთი არის ის ქვეყანა რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს და დანარჩენი ქვეყნის დარჩენილი ქვეყნის ოკუპაციას კი სიამოვნებით მოახდენდა შესაძლებლობა რომ ჰქონდეს ამის და მთლიანად მოიხელთებდა მოიღლიავებდა ქვეყანას ოღონდ რუსები არიან ცხვირაპრეხილები, უკაცრავად სხვაგვარად ვიტყვი, კურნოსები, ხოლო ირანელები და არაბები ასე მაგალითად თუ თურქები არიან შედარებით შავგურემანები და ეს შედარებით შავგურემანები ქართველების ნაწილს რატომღაც არ მოსწონს, აი სწორედ სლავები, ან უფრო ჩრდილოელები, უფრო ეპიტნავებად და ესენი კი რაღაც აღარ უნდა თქვა არც ვიცი, ხო მოკლედ არაჩვენიანები გონია. ჩვენ თეთრკანიანები ვართ რუსებთან ერთად და ისინი თლად თეთრკანიანები არ არიან ამ ქსენოფობი და ამგვარი ქართველების აზრით და წარმოდგენით და ეს ყველაფერი რასაკვირველია ამგვარი განწყობები არის დღეს უკვე გაღვივებული ხაზს უსვავ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რომელიც სულაც არ ქადაგებს მისი საჯარო სპიკერები სულაც არ ქადაგებს ლოიალურ დამოკიდებულებას, ტოლერანტულ დამოკიდებულებას, თანასწორ დამოკიდებულებას იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, ბევრნი არიან შემოსულები, არ დავმალოთ ესეც, მაგრამ აკი გითხარით, რომ თუ არ მithქვამს, არ ვიცი, უმრავლესობა მათგანი, მაგალითად ინდოეთის მოქალაქეები სწავლობენ
სამედიცინო უნივერსიტეტში იღებენ განათლებას, ბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში ინდოეთში და თავის ცოდნა გამოცდილებას მიღებულ საქართველოში ახმარენ თავიანთ ქვეყანას, ისევე როგორც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზეც შეგვიძლია პრინციპში. იგივე ვთქვათ. მაგრამ ამაზეც არ ვამახვილებ ახლა ყურადღებას. მე დავეთანხმები, მოდი, ერთი წამით, არა იმ კაცს, რომელიც მაინც და მაინც იგინება ჩვენი ირანელი მეგობრების, ახალგაზრდების მისამართით შეიგინა, არამედ აი ასე მაგალითად იმ ქალბატონს, რომელმაც თქვა, რომ რა გვეშველებაო და საერთაშორისო გლობალური საკითხის პრობლემის თაობაზე წამოჭრა კია სიტყვა. რა გვეშველება მაშინ თუ იმ შემთხვევაში თუ დაიძრება ლტოლვილთა ნაკადები ირანიდან და საქართველომდეც შესაძლოა ისინი მოვიდნენ და რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში. მე ამ ქალბატონისთვის მქონდა ესეთი ზოგადი ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ რატომ ზოგადი იქ, სავსებით კონკრეტული პასუხი. გავიხსენე ერთი ამბავი და ყველას უკლებლივ, ვინც ახლა მე მაკრიტიკებს, შესაძლოდ მაკრიტიკებს და გონია რომ მე ჩვენი ქვეყნის რაღაც ერთიანობაზე თუ ჩვენს ქვეყანაზე როგორც ასეთზე არ ვზრუნავ და სულაც ან გონია რომ მე პრობლემა და არ მიმაჩნია რაღაც ეს მიგრაციული ტალღები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უკლებლივ ყველას პასუხობ. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ აი ბანდიტები რომ გონია მე და რო არიან კიდეც თქვა რამდენიმე ხნის წინ რომ 17 ქვეყანასთან ვაკეთებ გამარტიებული წესით უვიზო მიმოსვლას. გამარტიებული წესით ნიშნავს იმას, რომ შემიძლია ჩავხედო ახლა რომელი ქვეყნებია ეს და ყველა უკლებრივ ან თითქმის ყველა არის ცოტა საფრთხილო ქვეყანა. ასე მაგალითად ავღანეთი, ასე მაგალითად პაკისტანი და სხვები რომ და მათ მოქალაქეებს ექნება დიდი ხნით საქართველოში ყოფნის უფლება. ეძლევათ რაში ეს დიდი ხნით საქართველოში ყოფნის უფლება შესაძლებლობა. რაში გაცვალა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ეს მისი წყალობა ამ ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში წამოსვლის მსურველი მოქალაქეების მიმართ სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მე ძნელად თუ წარმოვიდგენია ასე მაგალითად ინვესტიციების განხორციელება ავღანეთიდან, ან ინვესტიციების განხორციელება პაკისტანიდან, ან ინვესტიციების განხორციელება იმ ქვეყნებიდან და კვლავ მიმეორებ შემიძლია დავსერჩო რომელი ქვეყნებია და უკლებლივ ყველაზე ვილაპარაკო ორ-ორი სიტყვა მაინც თქვა თითოეულ მათგანზე ყოველ შემთხვევაში გეოგრაფიულად მაინც გითხრათ რომ ეს აქ არის ან ის იქ არის აზიური სახელმწიფოებია და რამდენიმე აფრიკული სახელმწიფოს რამდენადაც მახსოვს მე ზნელად უწარმოდგენია რომ რომელიმე 17 სახელმწიფოდან ესეთი ტალღა წამოვიდეს ინვესტიციების აქედან გამომდინარე ინვესტიციებს როგორც საპირწონეს იმ ქვეყნებიდან მოქალაქეების შემოსვლისა უბრალოდ ვერ ვახსენებ თუ ეს არ იქნება დამაჯერებელი არგუმენტი. უკვე შემდგომ დაახლოებით 10 დღის წინ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს შემდეგი რაღაცა მამუკამდინარაძემ გვამცნო რომ საქართველოს იღებს ახალ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე რომ ვისაც დარღვეული აქვს ბინადრობის ვადები იმათ დეპორტაციას გაუკეთებს საქართველოსდან. ოღონდ ეს არ ეხებათ იმ ხმაურიან თუ მოხმაურე სტუდენტებს, რომლებიც ავტობუსში ისხდნენ, ან ინდოეთის იმ მოქალაქეებს, სტუდენტებს კვლავ მიმეორებ, რომლებიც სწავლობენ საქართველოში, მათ სასწავლო ვიზები აქვთ, ხაზგასმით ვამბობ და მათ ესეთი შეზღუდვა დროითი, რომ მაინც და მაინც 1 წელი თუ 6 თვე თუ 8 თვე უნდა იყვნენ საქართველოში და მერე უნდა დაბრუნდნენ ინდოეთში და მერე ისევ შეეძლებათ ჩამოსვლა ინდოეთიდან საქართველოში, ამგვარი შეზღუდვები არ აქვს. და მე ძალიან მომხრე ვარ, რომ უკიდურესად მომხრე ვარ, რომ ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი თუ იძლევა სათანადო, ყოველ შემთხვევაში მათთვის სათანადო სწავლა-განათლებას, კვალიფიკაციას სწავლა-განათლებას, რატომაც არა ისინი უმრავლეს შემთხვევაში რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ხვდები, ის ხდიან ფულს, ანუ თანხას იხდიან სწავლა-განათლებაში, არ ვიცი რამდენს სიმართლე გითხრათ, არც აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა და ეს ბიუჯეტი, ეს თანხა შედის საქართველოს ბიუჯეტში და რასაკვირველია ძალიან მცირედ ივსება საქართველოს ბიუჯეტი ამით, მაგრამ რომ ივსება და რაღაცა გარკვეული კონტრიბუცია რო არის ამგვარი ტურისტების ან სწავლის მსურველი ტურისტების მხრიდან თუ მიერ, ეს რასაკვირველია, კარგი, ამას უნდა მივესალმოთ. მაგრამ ამათ ვერც გააგდებს. აი გააგდებს და ახლა მე უნდა ვიკითხო ერთი ამბავი. დაახლოებით 100,000 რუსეთის 100,000 მოქალაქეა შემოსული ამ ცხვირაწეულ ეგრეთ წოდებულ ყურნოსა
რუსებს უკაცრავად მისთვის და ვინმე დაერევა, არა, არც უნდა დაერიოს, მე პირდაპირ ვამბობ, არც სუსმა, არც არავინ, არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და არც საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა თუ შესაბამისმა სამსახურებმა, რასაკვირველი ისინი არ უნდა გააგდონ საქართველოდან, მაგრამ აი ეს ასეა. მაგრამ კითხვა მაქვს, ვინმე შეუმოწმებს თუ არა ბინადრობის ვადადარღვეულ რუსებს 100,000 იგითხარით, თუნდაც 1 რუსს, 2 რუსს, 5 რუსს, იმას რომ ბინადრობის ვადა აქვს დარღვეული და თუ აღმოაჩენენ მათაც გააგდებენ თუ არა ისე, როგორც მოექცევიან ასე მაგალითად რომელიმე ახლო აღმოსავლური სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც რუსებივით ცხვირი კურდოსა არ აქვთ და ფერი კი შედარებით ღია აქვთ. რუსებს და შედარებით მუქი აქვთ მაგალითად ცენტრალური აზიის ან ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების მოქალაქეებს ისიც მეც არა მაქვს ხა თლად თეთრი ფერი შეგიძლიათ გამაგდოთ მეთქი არა არც ამას არ გამოვრიცხავ სხვა შორის ამ ბანდის ჩემზე არა ცხადია აბსოლუტურად არა მხოლოდ ჩემზე შეიძლება ყველა გავადეპორტოს რომელიღაც ეტაპზე ირაკლი კობახიძის უკაცრავად ბიზნე ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს ისე ნახევრად ხუმრობით ესედი ისე გაგიჟდნენ რომ ყველაფერზე წავლენ მეთქი ამის თქმას ვცდილობ მოკლედ კითხვა მაქვს შეეხებიან თორა რუსებს და მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ რომ არც რუსეთის და არც ბელარუსის ცხვირაპრეხილ მოქალაქეებს არც არავინ შეეხება ცხვირაპრეხილს იმიტომ ვამბობ რომ მათ შედარებით აპრეხილი ცხვირი აქვთ პირდაპირ მნიშვნელობით ანუ კურნოსები არიან მეთქი ასე ვიტყვი ხოლო შედარებით ჩაუგრემანებს რომლებიც არ ევასებათ თითქოს ანდრე იოხანაშვილი მყავდეს ეხლა კლაუდია შიფერის გარებიზაშვილი ხო არავის არ დავცილი ცხადია ეს არ გამომივიდეს არც მე არა ვარ კლაუდია შიფერის გარებიზაშვილი ხო ისა მათ კი შეეხებიან მეთქი ახლა სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადღებას ამ თემაზე მინდოდა უფრო ლაპარაკი მაგრამ სიტყვა გავიქცა ირანიდან რასაკვირველია ამ კონფლიქტის გათვალისწინებით იქნება დიდი ან გარკვეული ტალღალტოლვილებისა ალბათ მათ შორის საქართველოსკენ ჩვენ უნდა შემოუშვათ თუ არა ამაზე არის სამსჯელო საფიქრალი ეხლა ცოტა თქვენგანი იტყვის რომ უნდა შემოუშვათო ბევრი თქვენგანი იტყვის რომ არ უნდა შემოუშვათო მაგრამ მეორე მხრივ ხა არსებობს რაღაც ჰუმანიტარული წესები ვალდებულებების ქვეყნებისა მათ შორის საქართველოსი არ შეიძლება საზღვარი კი არა გვაქვს საერთო ირანთან მაგრამ არ შეიძლება საქართველოს სომხეთის საზღვარზე მაგალითად თუ სომხეთში შევიდნენ და მე საქართველოსკენ გადმოვიდნენ სადახლო გადმოსვლა მოინდომეს არ შეიძლება ხა ჯარი ჩაუდგეს და ჩაუკეტოს რასაკვირველი ამაზე უნდა ფიქრობდეს სახელმწიფო ორგანოები ეხლა მე ამასობაში გამცნობთ ერთ ამბავს სახელმწიფო ორგანოები უნდა ფიქრობდეს მეთქი როცა ვამბობ გულისხმობ ერთიან საბჭოს საკონსულტაციო ან სათათბირო საბჭოს რომელიც უნდა არსებობდეს შეისმენდეს ანგარიშს ანალიზს და ანგარიშს ასე მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროსი როგორია ახალი მინისტრი გელაძისა თავდაცვის უწყების წარმომადგენლის ანგარიშს თავის მიმართულებით სუსის უფროსის მეორეჯერ ვახსენებ ოხანაშვილის ანგარიშს თავისი მიმართულებით ამ ყველაფერს უნდა ესწრებოდეს კი არა ხელმძღვანელობდეს პრემიერ-მინისტრი ეხლა არ დავარქმევ პრემიერ-მინისტრად წოდებული მეთქი პრემიერ-მინისტრის ზემაგარი კაცი როა ირაკლი კობახიძე უნდა ესწრებოდეს უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტი ეს მინიმუმ პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე შესაძლოა გენერალური პროკურორიც არ გამოვრიცხავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ხელმძღვანელები საპატრულო პოლიციის ასე მაგალითად და სხვები და სხვები და ეს ამ სასათბირო ორგანოს უნდა ერქვას კი არა ჰქვია ხო ჰქვია არასწორი სიტყვა ხო ერქვა თავის დროზე უშიშროების საბჭო და მერე უკვე ერქვა უსაფრთხოების საბჭო არ მინდა შემეშალოს ეროვნული უშიშროების საბჭო როგორც პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანო 94 წლის 94 წლიდან 2018 წლამდე არსებობდა. ვიდრე ირაკლი კობახიძე მის კონსტიტუციიდან ამოიღო და უარი თქვა მის დაქვემდებარება კონსტიტუციით პრემიერთან გადასულიყო. ახლა უკვე მეორე დაუქმებენ ამ მნიშვნელოვან ორგანოს მეთეონ აკუბარდიას სტატუსს კითხულობ მცირედი ჩასწორებებით. მოკლედ ასე შემდეგ
და ასე შემდეგ. და უშიშროების საბჭოს ფუნქციები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემების თავისუფლებაზე, თავისებურებაზე. ეროვნული ინტერესების წინაშე მდგარი საფრთხეების მასშტაბებზე. მოკლედ, ჩვენთვის ეს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, იმ ქალბატონსაც პასუხობ და ეს უპასუხე კიდეც პრინციპში, ხო? დამეთანხმება თუ მისმენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დავეთანხმოთ ერწოს იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული საფრთხის, უშიშროების, უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ამხელალ ტოლვილების, ამხელა მასის ტალღის შემოსვლა, შესაძლო შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. მართვა, სხვა თუ არაფერი საჭირო. და ამისთვის უნდა არსებობდეს უსაფრთხოების თუ უშიშროების საბჭო, რომელსაც ესენი აუქმებენ. უსაფრთხოების საბჭოს. ანუ ეს სათათბირო სტრუქტურა აღარ არსებობს. უკვე აღარ არსებობს, აღარ იარსებებს. არადა გარდაულად აუცილებელია სახელმწიფოს კონდეს ერთიანი პოლიტიკა ამგვარი კრიზისული ვითარებების მართვისთვის თუნდაც. აღარ ვლაპარაკობ იმას, რომ ამგვარი სათათბირო ორგანო უნდა არსებობდეს იმიტომ, რომ იკრიბებოდეს, არ ვიცი, ხშირად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო. ეს არის საგანგებო კრიზისული მმართველობის ორგანო, რომელიც საგანგებო კრიზისულ სიტუაციაში უზრუნველყოფს სახელმწიფო მართვის სათანადო დონეს. ამ საბჭოს შეიძლება დაეკისროს სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაც. ზოგადად კი საუბარია შეთანხმებული მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მომზადებაზე ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის საკითხში. უნდა აღნიშნოს საბჭოს ისეთი ფუნქციაც, როგორიცაა ჯარის, სპეცსამსახურების, სამართალდამცავი ორგანოების, მთავრობის ხელმძღვანელობის საქმიანობის კოორდინაცია და მათ შორის კონტაქტების დამყარება. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნისათვის, ეს კოორდინაცია ხორციელდება საზოგადოების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო პოლიტიკური ხელმძღვანელობის შუამდგომლობით და კონტროლით. ამდენად სამოქალაქო საზოგადოებისთვის უშიშროების საბჭო წარმოადგენს ამ სექტორის უწყებებზე დემოკრატიული კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე 30-ზე მეტი ქვეყნის უშიშროების საბჭოები და სისტემები წერს თეონა აკუბარდიას სტატუს კითხულობ აქ იგი მეორებთ. გამოიკვეთა შემდეგი სურათი. ზოგ ქვეყნებში უშიშროების საბჭო, როგორც სათათბირო ორგანო არ არსებობს, მაგალითად გერმანია. ზოგში კი ამ დასახელებით ხდება აღმასრულებელი უწყება, მაგალითად სლოვენია. საბოლოოდ გაანალიზებულია 20 ქვეყნის შეერთებული შტატებიდან დაწყებული დიდი ბრიტანეთის ჩათვლით და სლოვენიისა და უკრაინის, თურქეთისა და მოლდოვეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ესტონეთისა და ბულგარეთის ჩათვლით, პოლონეთის და აგრეთვე ჩათვლით კანონმდებლობა ქვეყნების ამორჩევისას ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებზე, მათ შორის ევროკავშირზე. და ასე შემდეგ. ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალოგიური და რამხელა სტატუსი გიწერია თეონა, მაგრამ ყველაფერს ვერ წავიკითხავ, რა საკვირველია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ესენი უშიშროების და უსაფრთხოების საბჭოს აუქმებენ. ეხლა მე პასუხობ ამ ქალბატონს. ან იმ კაცს, რომელმაც აგინა თქვენი ესე და ესეო. თითი გაიშვირეთ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისაკენ, რომელმაც პირველ ყოვლისა გავიხსენებ იმ ამბავს, მეორეჯერ ვახსენებ. ასე უპრაგონოდ შემოუშვა მისცა მათ შორის იმ ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა და უშვა, რომელ ქვეყნებშიც არის ტერორიზმის საფრთხე საკმაოდ დიდი, საფრთხე ან ტერორიზმის გამოწვევა როგორც ასეთი საკმაოდ მაღალი თუ დიდი, არ გადაამოწმა არც ერთი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე, არ გადაამოწმა პირველ ყოვლისა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან დღევანდელი ობიექტური მონაცემებით დაახლოებით 100,000 კაცი და მე არ ვამბობ რომ არც ერთი რომ ყველა მათგანი არის ტერორისტი, არა, მე ვკითხულობ უბრალოდ გადამოწმებული არ არის რასუსის მიერ, არც ერთი მათგანი. შეიძლება თუ არა დაშვება იმისა, რომ 100,000 მოქალაქეში 1%, ანუ 1000 კაცი, 0.5%, ანუ 500 კაცი, 0.025%, ანუ 250 კაცი, 125 კაცი, რამდენი გამოდის უკვე, ნუ ღარ მაანგარიშებიდეთ მათემატიკურ ციფრს თუ რიცხვს თუ გამომაყვანინებთ, ხო? ნუ მაანგარიშებინებთ რამდენია ეს 0.012 ხო? 0.12 იყოს შესაძლოთ დივერსანტიან ტერორისტი. ოღონდ არც ლილუაშვილს და არც ოხანაშვილს ეს არ აინტერესებთ. და არ აინტერესებთ თუ მაინც და მაინც უნდა ვილაპარაკოთ რაღაც არაბულ ქვეყნებზე, ინდოეთზე, პაკისტანზე, ავღანეთზე, ირანზე და ასე შემდეგ, არც ისინი. ოღონდ ქართველებს სამწუხაროდ უნერგავენ და ეუბნებიან, რომ რუსები პრობლემა არ არის. პრობლემა არის მათ მიერ მე უპრაგონოდ უნდა ესე ვთქვა გიბოდიშებთ. შემოშვებული და არ შემოწმებული
ირანის, თურქეთის, ახლო აღმოსავლეთის ცალკეული სახელმწიფოების, ცენტრალური აზიის, ინდოეთის, პაკისტანის, ავღანეთის და ასე შემდეგ მოქალაქეები. მათ გაგდებათი ნაწილის გაგდება საპირებს. ივანოვ, პეტროვ, სიდოროებს კი არ შეეხება, იმიტომ რომ მათ ხომ აპრეხილი ცხვირი, ანუ კურდოსები აქვთ. ან რიოხანაშვილიც, ან ირაკლი ტაბლიაშვილიც არ მყავდეს გარებიძაშვილი, რომელიმე აპრეხილ ცხვირიანი სიდოროვისა, ან კლაუდია შიფერისა. კერასი, ანუ კერასი. ასე ვიტყვი. და არა მარტო ან რიოხანაშვილი, ან ირაკლი ტაბლიაშვილი, არამედ ირაკლი კობახიძე, ან ნინო წილოსანი შეიძლება იყოს კიდეც ვერ გეტყვით. ეს ისე. ნახევრად ხუმრობთ. ქსენოფობიასაც და ჰომოფობიასაც რასაკვირველია აღვივებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ის არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ამ ტურბულენტურ ზონაში, ტურბულენტურ ვითარებაში, ტურბულენტურ დროს იყოს შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს მოშრიალებული ქვეყანა საზღვრების მათ შორის და საქართველო იყოს ადვილად, უკაცრავად ამ სიტყვისთვის ძლიერ არ მიყვარს ის მოწყვლადი ქვეყანა. დაბეჭავებული ქვეყანა. მოქალაქეებს, რომლებიც პრეტენზიებით არიან არაბეთის თუ მონღოლეთის თუ ირანის თუ ინდოეთის მოქალაქეების მიმართ, მისამართი ეშლებათ. ისინი კი არ არიან დამნაშავეები, უმრავლეს შემთხვევაში ჩამოსული სტუდენტები ან ბიზნესისთვის ჩამოსულები ფუქსავატი ქართველების ადგილს ვინც იკავებს საქართველოს ფუქსავატი მოქალაქეების ადგილს ვინც იკავებს, იმიტომ რომ ესენი არ კადრულობენ სიმონ და მზეს უმზირა უჭირავთ და ესე ბაზრობენ, რომ რა უბედურებაა ბლეხანოვზე ამდენი თურქი როა. ხო ესეა? არ არის ესე? თქო თვითონ რომ მისცე $9,000,000 მიდიან და იმას წამალში მოიხმარენ უმრავლეს შემთხვევაში, მეთქი ასე ვიტყვი, ხო? ანუ ესენი ვინც ესე ბაზრობს, ისინი სწორედაც რომ წამალში მოიხმარენ $9,000,000 რომ მისცე. ხო, მინახავს და გვინახავს ამგვარი ქართველები. ეს ისე თლადღიად რო ვილაპარაკოთ და სიმართლე რო ვილაპარაკოთ და დანარჩენი არ არის. აბა გაიარეთ პრობაციასთან და რამდენი ტიპია ეს ეგრეთ წოდებული მეტადონში კი რომ დადიან და რაღაც და იმათ რომ აი მაგალითად მე ვცხოვრობ ნაგარაკი მაქვს სოფელში აქვე თბილისთან და იქ რაღაც არაბეთის თუ არ ვწდები არაბეთის ორ მოქალაქეს თუ სამ მოქალაქეს რაღაც თხეები ყავთ და რაღაც სხვა არის ყავთ რამდენიმე თხა ყავთ და ძროხა თუ ასე შემდეგ და ფუქსავატი ბირჟავი კი ქართველები გამოდიან და ბაზრობენ რომ აუ ეს რა უბედურებაა ეხა ეს რა არის არ არის ესე ხო რას ვყვებოდი და იმას ვყვებოდი რომ რუსებს არავინ არ გააგდებს ამ ქვეყნიდან და არა თუ არ გააგდებს არ შეამოწმებს ანდრიო ხანაშვილი იმიტომ რომ ანდრიო ხანაშვილი ხო თავად რუსია ქართულგვარიანი რუსია და იმიტომ ესენი ევასება რა ივანოვები და პეტროვები ოღონდ მე კვლავ ვიმეორებ რომ რუსეთის მოქალაქეების აქ დროებით ჩამოსვლის წინააღმდეგიც არ ვარ ოღონდ უნდა ვიცოდეთ ხალხო ვინ რას აკეთებს და იხდიან თუ არა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია გადასახადებს და მე გეტყვით რომ არ იხდიან ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა უბრალოდ ინფორმაციაც არ აქვს იმის თაობაზე ვინ რას აკეთებს ონლაინ ბიზნესი რო აქვს და IT-შნიკებს რო ვეძახით სულ ყველას ხო ეგრე თლად არ არის თლად ეგრეც არ არის თუ არა გვახსოვს ჯერ კიდე უკრაინის ომამდე ბესმერტნი პოლკი რო დადიოდა ყოველ 9 მაისს და რო გვიბვერდა და ჩვენ დროშებით რო გამოვდიოდით და უპირისპირდებოდით ესეთი ბესმერტნი პოლკ ღმერთმა აქნას და რო დაჭირდეს რუსეთს აი აქ ჩამოსული რუსებისაგან საჭირო არ იქნება ჰარლეი დევიდსონებზე დაჯდობა და ჩამოსვლა აქ ჩამოსული რუსები მონახავენ ხა როგორმე 17 მოტოციკლს და დაჯდებიან და სლავა რასიის იყვირებენ ჩემი წარმოდგენით ხოლო ქართველებმა თურმე უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობის მყოფელი მშვიდობიანი ინდოელი ტურისტების წინააღმდეგ რომლებზეც უნდა ვთქვათ რომ გადაჭამეს ბიჭო გადაჭამ ირანის რა ოკუპაცია არ უნდა არც თურქეთს უნდა ჩვენი ოკუპაცია არც ირანს უნდა არც ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანას უნდა და რუსეთის გარდა საერთოდ მტერი არ აქვს ეს არის სიმართლე დანარჩენი ივიშვიშეთ თემაზე როგორ ბჭყალებში გადაგჭამეს
უცხო ტომელებმა. და ძირითადი საკითხი, და ხოლო ძირითადი საკითხი არის, თუ ბიზნე ივანიშვილი არის რუსი, გამოგრჩეთ ხოლმე. ნახვამდის.